მოგესალმებით. ეს არის გადაცემა მეც დენილი ვარ, მე კი ამ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ეკატერინე გაბელაია გახლავართ. დღევანდელი გადაცემა აფხაზეთის მკვიდრ პროფესორ ოთარ ჟორდანიას ნათელხსოვნას ეძღვნება, რომელსაც საზოგადოება სულ ახლახანს გამოეთხოვა. პროფესორი ოთარ ჟორდანია გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი და აღიარებული მკვლევარი. მისი ავტორობით გამოცემულია 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. მისი მრავალწლოვანი მოღვაწეობა არაერთი თაობის იქცა ცოდნის, ხისებისა და პროფესიონალიზმის მაგალითად. სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან ქალბატონი ქეთევან პავლიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი და ბატონი ზურაბ პაპასკირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით, ქალბატონო ქეთევან და ბატონო ზურაბ. დღეს პირველი გადაცემა სტუდიაში, თქვენ ხართ პირველი სტუმრები და ჩემთვის უდიდესი პატივია ჩვენ საუბრობდეთ ბატონ ოთარ ჟორდანიაზე და ქალბატონო ქეთევან თქვენთან გადმოვალ კითხვით. როდის და სად გაიცანით ბატონი ოთარი, როგორი ადამიანი იყო ის ყოველდღიურობაში? პირველი სკოლისა მადლობას მოგახსენებთ თქვენ სტუდიას, თქვენ გადაცემას, რომ ბატონი ოთარის მიმართ ესოდან ყურადღება გამოიჩინეთ და შეგვარჩიეთ ჩვენ რესპონდენტებად. ამისთვის მადლობა. საერთოდ ბატონ ოთარზე საუბარი მე პირადად და ბევრს ალბათ ბატონ თემურსაც და ყველას ვინც კი იცნობდა მას გამიჩნდება. მისი შეფასებაც კი აი ლექსიკაში მე პირადად ძნელად მომიძებნება სიტყვები რომ ის შევაფასო. რაც შეეხება გაცნობას ბატონი ოთარი იყო ჩვენი ოჯახის ახლობელი, მამას მეგობარი. ფაქტობრივად მე მის თვალის წინ გავიზარდე, მაგრამ როდესაც დავამთავრე უმაღლესი უნივერსიტეტი, მე პირველი ფაკულტეტი დასავლეთ ევროპა მაქვს დამთავრებული და ჩემთვის ცნობილი იყო გარკვეული წყაროები და დოკუმენტები, რომელიც ითხოვდა თავისთავად ისტორიის ცოდნას და ისტორიაში საკვალიფიკაციო ნაშრომის გაკეთებას. ასე დავიკავშირდა შეიძლება ითქვას უბლის შემწეობით შემოქმედებითი თვალსაზრისით უკვე ბატონ ოთართან. მაგრამ როგორც კი ბატონ ოთარმა კარგად იცოდა მე რა განათლება მქონდა და როგორც პრინციპული პიროვნება პირდაპირ მითხრა სიმშვიდით, სანამ ისტორიას არ ისწავლით, ნუ ციოცნებებთ საკვალიფიკაციო ნაშრომზე. ეს გახლავთ 82-83, აი ეს წლები. მოკლედ მე მამას ვთხოვე დაეხმარებოდა ამაში, მაგრამ მამაჩემმა მითხრა რომ მე ამას ვერ ვეტყვი ოთარის. მაშინ ერთადერთი გზა იყო იმ დროისათვის, სიმართლე გითხრათ ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ იმ დროისთვის მეორე სპეციალობაზე თუ გინდოდა სწავლა მესამე კურსზე დაასვავდნენ. ასე აღმოჩნდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე მესამე კურსზე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის საგნებს ვისმენდი და ვაბარებდი. მაგრამ ბატონი ოთარი ამით არ კმაყოფილდებოდა და ეხლა უყურებ სწორიც არის, იმიტომ რომ ლექცია როგორი კარგი ლექტორიც არ უნდა იყოს, ბევრს ვერაფერს ვერ მოგცემ, თუ შენ თვითონ არ განვითარდი, არ წაიგე. და ბატონმა ოთარმა დაიწყო ჩემი აი ჩამოუქნა, შეიძლება ითქვას, როგორც ქანდაკებას ჩამოვხდით, ასე ისტორიკოსად წყაროწოდნეობა, ისტორიოგრაფია, ერთი არქეოლოგიას არ გამყარებდი და დისციპლინირებული. აი როგორ შემასწავლა, არა მხოლოდ საქართველოსი, არამედ მსოფლიოს. და ერთშენიერ ბედნიერ დღეს მითხრა, რომ მე შემიძლია ვიმუშაო. ასე დაიწყო ჩემი პირველ დისერტაციაზე მუშაობა, მაგრამ შემდგომ ინსტიტუტში, მაშინ უნივერსიტეტს საბჭო არ ჰქონდა, მაშინ ისტორიის ინსტიტუტში იყო საბჭო და იქ ვიყავი ასპირანტად. და ბატონი ოთარი რომ უნდა გაფორმებულიყო ჩემ ხელმძღვანელად, იქ მოხდა მთელი რიგი რაღაცა რაც ხდება ხოლმე საერთოდ და სხვა მოინდომა ყოფილიყო ჩემი ხელმძღვანელი.
შემატყო რომ ცოტა ბეჯითი ვიყავი და მოვიდობა რომ ეს და შემირჩია საკვალიფიკაციო ნაშრომად 1905-7 წლების რევოლუციაში მუშათა კლასის დამსახურება. იცით რა მე ავშკოდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებდა არანაირად და მაშინ მე უარი თქვი, რადგან ბატონო თავს არ ამტკიცებდნენ, უარი თქვი მუშაობაზე და შემდგომ უკვე ჩემი ხელმძღვანელი გახდა आज გარდაცვლილი შესანიშნავი მეცნიერი პროფესორი პიროვნება ილია ტაბახოა და ასე დავიცავი საკანდიდატო. შემდგომ უკვე სადოქტორო და აი აქედან იწყება ჩემი და ბატონი ოთარის შემოქმედებითი მუშაობა. მაგრამ აქ არ შეიძლება არ თქვა 90-იან წლებში ძალიან მძიმე პერიოდში, როდესაც აი აფხაზეთის ამბები ხდებოდა, დაპირისპირება იყო ხალხს შორის, რაღაც ძალიან მძიმე პერიოდი იყო ეს ჩემმა თაობამ და უფროსმა თავისთავად კარგად იცის. ამ პერიოდში ბატონი ოთარი არსებს ძალიან საინტერესო საზოგადოებას. დიორდი შარაშიძის საზოგადოება 1993-ზე საუბრობ. დიახ, აი 90 წლიდან ჯერ აფხაზეთი არ არის, დიახ. 99-90. აი ზუსტად ჯერ აფხაზეთი არ არის დაცემული, რომ იტყვიან ამ მეყავს ეს სიტყვა, მაგრამ სხვას ვერ მოუწევდი. და აი ზუსტად ამ პერიოდში და იცით ისე შეიკრა ქართული მარტო საისტორიო საზოგადოება კი არა, საერთოდ მეცნიერება და აი აქ იყო დასწრება, საინტერესო ცნობები, საიუბილეო საღამოები და ბატონმა ოთარმა მე დამნიშნა რა ქვია ამ პროფესიის თანამდებობას არც ვიცი, აი რა ღონისძიებები სტარდებოდა მათი გამოქვეყნება ჟურნალ გაზეთებში. ანუ პროპაგანდა რო ასეთი რამ არსებობდა, აი არაჩვეულებრივი მეცნიერები იყვნენ. რაღაცა აი ასეთი. და ამასობაში წერასაც მასწავლიდა, იცით მე რასაც დავწერდი, მას უნდა წაეკითხა. ვერ გეტყვით რომ შემთხვევადიდებაში იყო საერთოდ სხვაგან მაკებდა, მაგრამ პირადად არასოდეს და მაგრამ ეს იყო ჩემთვის იცით რა, მან გამიყვალა გზა დიდი მეცნიერთა გვერდით. მე მახსოვს ბატონი ზურაბის დისერტაციის დაცვა. აი საინტერესო დისერტაცია, საინტერესო დისერტანტი და ხოდა მოისმინე და ისწავლე აი ეს ეტიკეტი და ასე შემდეგ როგორ ხდება სადოქტოროს დაცვა. ისე რომ აი ძალიან კარგ ხალხთან ბევრი რამ ვისწავლე, გამოვედი სამეცნიერო საზოგადოებაში, მის მეტნაკლებად ვიცოდე, პატარა გოგო ვიყავი და ყველა მიყურებდა როგორც შვილს და როგორც დას და ასე შემდეგ და აი ამან ბევრი რამ მომცა. ისე რომ ბატონ ოთარს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს შესრულებული და სანამ მე ვარსებობ, ხო? მე ვერასოდეს ვერ დავიწყებ მის ამბავს და მიხვარს და უდიდეს პატივს მივაგებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბატონი ოთარის მიმართ აქ აი ასეთივე დამოკიდებულება. ასე იყო ჩვენი ნაცვლობა. რა შეიძლება დიახ, გაწყვეტილეთ, მე მგონი არ არსებობს საქართველოში ამ 30 წლის განმავლობაში რაც დევნილები ვართ. ვინ აი ბატონი ოთარი არ იცოდეს და მასთან არ ქონოდა შეიძლება მეც პირადად მისი იმპერიის სტუდენტი ვარ, დიახ. ეგ მნიშვნელოვანი წილად იცით ამ განაპირობა. ბატონი ოთარი თბილისში წავიდა სადღაც 22-23. მაშინ ბატონოს რომ კითხვასაც დაგიწყოთ თქვენ როგორ გაიცანით და ის აფხაზეთელი იყო და მისთვის რას ნიშნავდა ზოგადად აფხაზეთი და მოგვიყავით ბატონი. ერთ სიტყვით ახლა მე ზუსტად ვერ ვიხსენებ პირველად ბატონი ოთარი გავიცანი თბილისში თუ სოფელში. ისე ისტორიკოს ოთარშია სადაც 76-77 წლიდან შორიდან ისტორიკოსი ოთარშია. მაშინ უცბად მაშინ არც კი ვიცოდი რომ სოხუმიდან იყო, მაგრამ მე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტში 76 წელს გავიწყე სამსახური, მე უკვე ყველაფერი ვიცოდი, იმიტომ რომ ოთარ ჟორდანია
აი მე აი ამ გარდაიცვალა და ეს დღეები რო იყო, მე 2-ჯერ თუ 3-ჯერ დავწერე ასეთი. სულ ახალ ამ თვეში ხო, 12-ში გარდაიცვალა და დავწერე ასეთი რამ, რომ ის იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახე-სიმბოლო. ეს ნიშნავს ეგ. ეგ არის დღეს აი ამ რეფორმასთან დაკავშირებით ზოგიერთი ზემოთ ვინც არის ვინ ყავთ თქვენ ვინ დაამთავრა თქვენი უნივერსიტეტი საერთოდ ხალხი გაზარდეთ ან ვინ მუშაობს ისეთი ცნობადი ვინ ყავთ ესე ზემოდან ვესაუბრებიან ამაზე და თქვენ ვინ ხართ თქვენ რატო უნდა არსებობდეთ აი ეს არის დღეს და აი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის მიგეთ იყო ოთარჟორდანია მანამდე უკვე ყველა ჩემთვის ყველაზე ცნობილი და ყველაზე დიდი კურსდამთავრებული იყო ზურაბანჯანაც სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ახლა აი ის ვინც ამას ამბობს ძალიან ბევრი გამოჩენილი ძალიან ბევრი მაგრამ ახლა ოთარჟორდანიასთან დაკავშირებით ოთარჟორდანია სოხუმის უნივერსიტეტი და აფხაზეთი არის არა მხოლოდ ის მით რომ წარჩინებული კურსდამთავრებული იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის სპეციალობის არამედ მამამისი ეს ინტელიგენტური ოჯახი აფხაზეთში მაღალი დონის ოჯახი იყო ქართული ოჯახი მამამისი არის პირველი კურსდამთავრებული საერთოდ ინსტიტუტის ანუ 32-ში ბატონის მამა ესე იგი ეს იქიდან არის რა ამ უნივერსიტეტიდან ინსტიტუტის სახე გამიგეთ და მე თბილისში რომ წავიდა და ის არ გახდა ის ცნობილი ისტორიკოსი იქ იყო კურსდამთავრებული და წარჩინებული წარმატებული კი ბატონო მაგრამ აი ცნობილი ისტორიკოსი აი ბატონი ქეთევანი არის და სწორედ იმას ნამდვილად მაღალი დონის ისტორიკოსი გახდა თბილისში მაგრამ აი თქვენ რო კითხვა დაუსვით არა აფხაზეთის ხალხმა ოთარი მაინც გაიცნო აქ რექტორობის დროს და სხვათა შორის ბატონო ზურაბს რაღაცა ესე იგი მან მოახერხა საოცარი რამ ამდენი ლექტორი დევნილი სხვადასხვა ქალაქებში გაბნეულები ესე იგი ასე გააერთიანა სტრატეგიების მასწავლებელს ძალიან უყვარდა მისი მასწავლებელი ირაკლი ანთელავა და აი ეს რო გახდა ეს ბრძანება ესე იგი ეს რო გახდა მაღალი კვალიფიკაციის ისტორიკოსი აი სწორედ პროფესორი ირაკლი ანთელავას დამსახურებად ეს პროფესორი ირაკლი ანთელავაც იყო სოხუმელი ესე იგი სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე, ისტორიის კათედრის გამგე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოხუმელი ისტორიკოსი, რომელიც მე ნიკო ბერძენიშვილის ინიციატივით როდესაც იქიდან სოხუმიდან თავისი ეროვნული პოზიციის გამო გამოაწევეს, ეს დოკუმენტურად არის ცნობილი, ნიკო ბერძენიშვილმა მიიღო ეგრევე სამსახურში ინსტიტუტში და მე განყოფილების გამგე იყო იმ განყოფილების ეს ახალი ისტორიის განყოფილების ასპირანტი იყო ბატონი ოთარ და მე იმ განყოფილებაში მუშაობდა სულ იქ მუშაობდა და წამყვანი წევრი იყო იმ განყოფილების ახლა ერთი რაღაცას მინდა კიდე ხაზი გავუსვა ირაკლი ანთელავა იმ დონის ისტორიკოსი იყო რომ მას დაევალა რატომიან საქართველოს ისტორიის ნაკრებში ჩვენ მთავარი წიგნი იყო და არის კიდეც მეხუთე ტომის 19 საუკუნის ისტორიის მომზადება დაწერა კოლექტივის შეკრება და ესე კოლექტიური მონოგრაფია ეს ფაქტობრივად კაპიტალური განმაზოგადებელი და იმისი რედაქტორი იყო ირაკლი ანთელავა და როდესაც რუსული გამოცემა მზადდებოდა მეხუთე ტომის მაშინ ბატონი ირაკლი ანთელავა აღარ იყო ცოცხალი ეს მიან მოხდა და ესე იგი რედაქტორი რუსული გამოცემის მიხეილ გაპრინდაშვილთან ერთად მიხეილ გაპრინდაშვილი ძალიან წარმატებული იყო იმ განყოფილების გამგე იყო ირაკლის შემდეგ და ბატონი ირაკლის შემდეგ და ესე იგი ეს ორი პიროვნება გახდა იმ რუსული გამოცემის რედაქტორი ეს რას ნიშნავს იცით ეს ძალიან დიდი აღიარება ისტორიკოსის მეცნიერებათა დოქტორი იყო ის და მეორეც მაგრამ ძალიან დიდი აღიარება ასე რომ ოთარ ჟორდანია როგორც ისტორიის ისტორიკოსი მაღალი დონის ისტორიკოსი აი ამით ძალიან
დაფასდა და აღიარებული იყო, მაგრამ ოთარ ჟორდანია მაინც ყველაზე მეტად აი ამ აფხაზეთთან დაკავშირებული თემებით გახდა ძალიან ცნობილი კიდევ მეორე. აი ბრძანა ქეთევანმა ასეთი რამ გიორგი შარვაშის საზოგადოების შექმნა. იყო ზუსტად იმ დროს გაკეთებული, როდესაც მთელი ქართველობა გიორგი შარვაშიძის იდეალებისთვის ვიბრძოდით. აფხაზობა მუღალად ამ გზას. აი დღეს ყველა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ აფხაზებისთვის არ გვღალატია. ჩვენ აფხაზეთისთვის არ გვღალატია. ჩვენ სწორედ რომ გიორგი შარვაშიძის დონის დიდი აფხაზი არ არსებობდა, დიდი ინტელექტუალი არ არსებობდა, გამიგეთ, მართლა აფხაზი, ოღონდ ქართველი აფხაზი, ამხრივ ქართველი აფხაზი, მენტალობით, სახელმწიფოებრივად, კულტურულად და ცივილიზაციურად, მაგრამ თავისი აკუთხური აფხაზობით, თავისი აფხაზური მშობლიური, გამიგეთ, აი ამის საწინააღმდეგო არასდროს ჩვენ ქართველებს არაფერი არ გვქონია. ჩვენ რუსულ აფხაზობას ვებრძოდით ყოველთვის და გიორგი შარვაშიძე ებრძოდა ამ რუსულ აფხაზობას. ეს წამოწია ოთარ ჟორდანია მაშინ როცა ეს საზოგადოება დაარსდა. ძალიან სერიოზული მას პოლიტიკური დაწესებულა. იმიტომ გახდა. ეს ყველაფერი ლიხნის საუკუნეობის შემდეგ გაჩნდა და ამ ლიხნის საუკუნეობას უკავშირდება კიდევ ერთი ძალიან დიდი ინიციატივა ოთარ ჟორდანიას. გამიგეთ? აი იმ დროიდან ხდება ოთარი ცნობილი. იყო ასე ამ ლიხნის მოთხოვნებს და მათ ნარატივს ისტორიკოსებმა დაუპირისპირეს ქართული მართალი ისტორიული ნარატივი. გამიგეთ? 13 ისტორიკოსი, წამყვანი ისტორიკოსი, გიორგი მელიქიშვილიდან დაწყებული, ყველა და მარკა ლოთქიფანიძე და სხვები დამთავრებული. აი ეს ამ ხალხმა მოამზადა საექსპერტო დასკვნა 3 ნომერში ზარიავასტოკაში რუსულად მომზადდა, ზარიავასტოკაში 3 ოფიციოში. გამოკვდა ეს 3 ნომერში და უბრალოდ აი ამ 13 კაცში ოთარი ყოფილა, ეს უკვე მალიკასგან იცი, ქალბატონი მალიკასგან იცი, ეგ იყო ჩვენი სულის ჭამბერი, ეს იგი მას მიყავდა ეს საუბარი და რატომ მიყავდა ეს? იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ აგიდა ისტორიკოსი იყო და ისტორიკ პოზიციები ჰქონდა, ის იყო რუსულ ენოვანი განათლებით, აი სკოლა, უნივერსიტეტი და მისთვის მშობლიურივით იყო რუსული ენა და ის პირველად რუსულად დაიწერაოდა. იმის ფაქტობრივად ის მე დაწუნებული ვარ ის ოთარის დაწერილი იყო და მე ალბათ რედაქტორი ჩასწორებული ასეთ საბოლოო ვერსია 13-მა კაცმა მოაწერა ხელი, გამიგეთ? ეს ზოგადი დასკვნა იყო, დღესაც სამაგიდოა ეგა, დღესაც სამაგიდო 91-ში მე რუსულ ქართულად ეს გამოიცა. და ეს უბრალოდ ძალიან არ მომწონს, რომ ძალიან მიჩუმად და ეს პუბლიკაცია, გამიგეთ, ძალიან იქ მე წავიდა დიდი ნაშრომები და ახლა ეს უკვე ჩაიკარგა, მაგრამ ის მაშინ იყო პოლიტიკური განაცხადი ყველანაირად და ეს სახელმწიფო სჭირდებოდა ეგ. აი ამ ორი რაღაცა, აი სხვას თავიდანვე მისი გამორჩეული თვისებები. ის ოთარ ჟორდანია როგორც ისტორიკოსი არის მართლაც ყოველთვის დასაფასებელი და ახლა უნივერსიტეტი ცალკე თემაა კიდე. ქალბატონ ქეთევანო, გავიხსენოთ ბატონო ოთარის მნიშვნელოვანი ისეთი, რომელიც უშუალოდ კარგად გახსენდებათ, ალბათ ბევრი, მაგრამ აი ესეთი მნიშვნელოვანი გამოარჩევდით, მაინც იყო თავით ეხებამდე ინტელიგენტი და ბატონმა ზურაბმა სხვა როგორი ოჯახის წარმომადგენელი იყო, სხვანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო. იცით, ძალიან საოცრად თავდაბალი იყო. არ მახსოვს, მიგვეთ იმისა, რომ მე ზუსტად ვიცი, აი, მას რო არ ვთქვია, ისე ბევრ რამეს ტკიოდა გული. არასოდეს არ მახსოვს, ვინმეზე ეთქვა საყვედური, ჩვენთან პირადად. ეხლა ჩვენ ახლო ურთიერთობა გქონდა წერან თქვი ოჯახებით და ბოლოს უკვე მეგობრებიც ვიყავით მე და ბატონი ოთარი და არასოდეს არ მახსოვს, რომ მას აი სენტიმენტი ვინმეზე ეთქვა, მაგრამ ის ძალიან გულნათკენი წავიდა. იცით რა, აი მაშინდელი სოხუმის ადმინისტრაციაზე მაგ ლაპარაკი. ნუ თუ არ შეიძლებოდა რომ მისი ერთი საიუბილეო საღამო მოეწყო, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ყველაფრის, აი ბატონი ძალიან, მაგრამ ხომ არ შეიძლებოდა რომ მას რაღაცა გულის ტკენა არ ქონოდა. აი ახლა ნახეთ, მე აი სულ ცხელი ამბავი გავიგე და საშინლად მეტკინა გული.
ბატონი ოთარი, რომელიც აქ უნივერსიტეტის საძირკველად ჩამყრელია, ეს არის ფაქტი და თან პატრიარქის დიდი ხელშეწყობით. ეს მე ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ პატრიარქთან მის შეხვედრებს მე ვესწრებოდი ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დღეს ის ვერბერთელა ფოტოები, რომელიც გამოფენილი იყო უნივერსიტეტთან, ხო, ორივე ჩამოხსნილი იყო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. რატომ მოხდა ეს? ეს სულ ახალი ამბავია. აი გარეთ გამოფენილი ბატონი ოთარის და უწმინდესი სურათები. ჩამოუხსნიათ ჯერ 18 დღეა მისი გარდაცვალებიდან გასული. რატომ დაადეთა ეს ადმინისტრაცია? განაარიციან მე დარწმუნებული ვარ. ეს კორპუსი იყო? ეს აღარ დამიდგენია ცენტრალურ კორპუსში. მან მოახერხა რომ შეეძინა ჩვენს უნივერსიტეტს კორპუსი, რომელიც შენდება და მას ვერავინ ვერ წააგებს. სამი იყო ჩემს სტუდენტობის პერიოდში და ორი რომ ვერავინ ვერ წააგებს ეს ხო და აი გული სიმდიდრეა. მე დარწმუნებული ვარ იქაური ლექტორები ისევე აღშფოთდებიან როგორც მე მტკივა ეხლა გული, მაგრამ აქ ხას უსვენ მე ადმინისტრაციას მის ხელშიც არის ყველაფერი ეს. ნუ თუ ბატონმა ოთარმა ადმინისტრაციას და ეს რომ ბატონი ოთარის წვლილიც არის და უწმინდესის წვლილიც, რომ ეს ძალიან ისეთი იცით, აი ამიტომ ეს რომ არ გამიჟღერებინა არ შეიძლება და მეორე აფხაზეთის უნივერსიტეტმა ბატონმა ზურაბმა რო აღნიშნა აი იდეალური თაობა გაუზარდა ქართულ მეცნიერებას ჰუმანიტარულ დარგში ასევე საბუნების მეტყველო დარგში ხო აქ ვახსენეთ კიდეც რამოდენიმე 67 წლის შემდეგ მე სპეციალურად გადავხედე ამას აი იქაური ქართველები დღეს არის ჯანმრთელები ცოცხლები და მე თქვა კარგად ამყობს რომ არიან ნუ თუ არ დაიმსახურებს რომ წევრ კორესპონდენტები გახდნენ მეცნიერებათა აკადემიის. აი დღევანდელი მოქმედი მეცნიერებზე მაგ ლაპარაკი. რომ არაფერი თქვა ბატონ ოთარზე, რომელსაც უამრავი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და მას ის საერთოდ ამას როგორ იტყოდა? ან არც რა იყო მისი ძირითადი ტკივილი? აი თქვენ ახსენეთ გულის ტკივილი, ძალიან გულის ტკიოდა მასო და ყველაზე მთავარი რა იყო მისი საქმე და რა დარჩა უთქმელი? იცით რა, ეს იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნება. პიროვნება, რომელიც სულ სისტემას ებრძოდა. დაწყებული 1978 წლიდან ენის საკითხი ხომ გავცეთ ერთ-ერთი აი ესეთი აქტიური მონაწილე და ეს მეც გამიგია. მაშინ ახლა ურთიერთობა გქონია, მე ეს გამიგია. დიახ, ეს აი 78 წლიდან მე თვითონ რექტორი როცა გახდა პირდაპირ მოუხდა დაპირისპირება აი ამ რა ვიცი აი გველეშაპთან რო იტყვიან საშინელ სისტემასთან ხო რაც დასრულდა კიდე რის გამოც ის ძალიან ბევრ საყვედურს იღებდა და საშინელს ეწოვაც იღებდა მე თავად მონაწილე ვარ პირველი მისაღები გამოცდებისა ამ უნივერსიტეტის როდესაც აქ ჩამოვიდნენ ჯერ ესეთი ის იყო მაშინ სახელმწიფო ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი. აი მისი დამოუკიდებელ უნივერსიტეტად ქცევაც ხო მისი დამსახურება. მის გვერდითაც მაშინაც დამოუკიდებლად გრძნობდი. სწორედ მისი დამსახურება იყო. ჩვენი კოლექტივი შოთაშორის უნდა გითხრათ რომ ბატონი როელი მეტრეველი რექტორი მაშინ ძალიან ცდილობდა ჩვენი აი ასე თქვა შეზღუდვას ძალიან უწყობდა ხელს რომ მეტრეველი ძალიან ნდობოდა ოთარს ძალიან ახლო ძალიან ნდობოდა ახლა უბრალოდ აი სწორად ბრძანა ხალბატონმა ქეთერანმა აი აკადემიასთან დაკავშირებით თქვა აი ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ის რექტორი აქ შემდეგ ბატონი რეველი რო გახდა ეს განყოფილების გამგე აი რამდენჯერ გამოცხადდა ეს არასოდეს ოთარს არ შეუტანია იქ
მე სამჯერ შევიტანე, სამჯერ დავუშვე. მე არა, მაგრამ მე შევიტანე ხო, ძინდა მაგრამ ესე იგი მე სამჯერ რო შევიტანე ის სპეციალურად შევიტანე, არა იმიტომ რომ მინდოდა შეტანა. უბრალოდ ვიღაცის გამო შევიტანე, გაზეთში ლაპარაკი და ესე იგი სხვათა შორის უნდა ვთქვათ რომ რა შევიტანე განცხადება აკადემიის წევრობაზე ამბობდა და როთას აშურდანი არასოდეს. არა, იცით, მაგრამ ის იუბილერაც ახსენე. ეს მაგას არასდროს არ აღნიშნე. რექტორი მე ამომიტივტივდა მახსოვდა კაცო სადღაც დავწერე საიუბილეო წერილი. ხო და გავიარე გაზეთში საქართველოს რესპუბლიკა ამომიგდო. საქართველოს რესპუბლიკაში ოთარ ჭურგულია მე და ბორის პარაცხელია წერილი 60 წლისთან დაკავშირებით, ხო? ეს და ესეც ესე იგი გამიხარდა რომ ეს თქვენი ინიციატივა იყო, მე ვამბობ ადმინისტრაცია, უნივერსიტეტი, ვის ხელშიც არის ეს ყველაფერი, თუნდაც აი იმ ფოტოების თუ სურათების ჩამოხსნა, ეს სხვა ადმინისტრაცია. რაღაცა საღამო არ მოგვიწვია არასოდეს. ხო, არასოდეს. იცით, ის მინდა ვთქვა, რომ მე ხანდახან გაუბრაზებულ ვარ და მითქვია, რომ აი რატომ არ უნდა იყოთ თქვენ თუნდაც წევრკორი, არ დამამთავრებინებდა. მე ამისთვის არ მიცხოვრე. რექტორის სტატუსი აძლევდა ამას. კი, ხა, ყველანაირად. საერთოდ პოლიტიკის რექტორი. ძალიან მორიდებული და ძალიან იცი. იცით რა, ჯერ ხო გითხარით სისტემასთან ბრძოლაში რამდენი მასშტაბით ესეც იყო მიზეზი, რომ თუნდაც ის არც აკადემიაში იყო წარდგენილი, ჯერ წევრ კორესპონდენტობაზე და ნუ ასე შემდეგ და ამ ტკივილს ის იტანდა უხმოდ დარწმუნებული ვარ ეს წაიღო. მე თვითონ გარკვეული ნაწილი უნივერსიტეტში რომელიც მისი თავარი სათქმელი მაშინ ხო აი ეს არის თავარი სათქმელი მისი რომ ის წავიდა ძალიან გულნათკენი და ბოლო ამბებმა ძალიან და რაც გულნათკენაზეა საუბარი უნივერსიტეტი ის რაც ოთარმა დატოვა ის უნივერსიტეტი აღარ იქნება ხვალ ამაზეა ლაპარაკი აი მას კიოდა ეს მეუბნებოდა რომ ხო ხელს ვერ ახლებენ უნივერსიტეტს ვერ წართმევენ კორპუსებს მე ისე გავაკეთე რომ ის მათი საკუთრება აი სულ ამაზე მელაპარაკებოდა და მე ხვეწებოდა ბატონო იყო ეს საუბარი კი რა ძალიან კიოდა ძალიან ეგეციოდა ეს შენობების წართმევა ის ვერ ეგუებოდა იმ სისტემას რომელიც დღეს არის მას ჩანაწერები აქვს აი მისი პირადი არქივია და მას უნდოდა რომ ეს არქივი ბუნებრივია გადასცემოდა საჭირო ორგანოს თუნდაც სახელმწიფო არქივს მაგრამ აი იქ საჭიროა კარგად იქნა შესწავლილი მისი ჩანაწერები არსებობს ჩვენ ფართოდ გამოვიტანოთ საზოგადოებაში ის ფლობდა არაჩვეულებრივად ფრანგულ ენას აი როგორც რუსულს ასევე ფრანგულს მას ძალიან კარგი მონოგრაფია აქვს ერთ-ერთი დეკაბრისტის ცხოვრებაზე მის წერილებზე დიახ რომელიც ფრანგულ ენაზე იყო შესრულებული და აი თუნდაც ამ წიგნზე მუშაობის დროს ჩანაწერები აქვს ძალიან საინტერესო მეც მაქვს ბატონი ოთარის ჩანაწერები და მე რო დავიცანი სადოქტორო სულ მეუბნებოდა დაიმახსოვრე შენ საქართველოში ხარ პირველი მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ეკლესიის ისტორიაში ამიტომ მე როგორც კი ჩამოვედი კათედრიდან დამისიდნენ ახალგაზრდები ვისაც უნდოდა რომ ეკლესიაზე იმუშავა და მე ხელმძღვანელა მე მეუბნებოდი მე რა ვიცი ხელმძღვანელობის როდესაც დავიწყე მათთან მუშაობა მაშინ მივხვდი ქალბატონო ეკატერინე თურმე ესეც მას სწავლა როგორ უნდა მემუშავა დოქტორანტებთან გვიან მივხვდი აი სიცოცხლის წინა დღეებშიც კი იმას ვფიქრობ და აი კონფერენციაზე გავიდა მოხსენება გააკეთა იმდენად მამას გარდაცვალების შემდეგ პასუხისმგებლობას გრძნობდა. ეს იყო არ ვიცი, აი წერან მე და ბატონი ზურაბიც საუბრობდით, რომ ეს ამ მიწის კაცი არ იყო რა.
არ იყო ესე ვერ მოერგებოდა ამ სისტემებს. სწორედ ბატონ თემურჩივაჩა და ბატონ გიორგი ძნელია წარსულში საუბარი ჩემს უფროს მეგობარზე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორზე, გიორგი შარვაშიძეს საზოგადოების თავმჯდომარეზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორზე 93-2005 წლებში და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელზე და მის პირველ პრეზიდენტზე პროფესორ ოთარ ჟორდანიას. ბატონი ოთარ ჟორდანიას სამეცნიერო, პედაგოგიური, აკადემიური და უმაღლეს სკოლაში მენეჯმენტის ჯამური კვინტესენცია იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა 12 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ 93 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის მძიმე დარტყმა მიაყენა აფხაზეთში ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს. თუმცა დევნილობიდან 50 დღეში 14 ნოემბერს ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალმა, ფაქტიურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სასწავლო პროცესი განაახლა თბილისში. მსოფლიო უნივერსიტეტების ისტორიაში აკადემიური შეუპოვრობის მსგავსი მაგალითი ძალზე იშვიათია. უმაღლეს სასწავლებლის, ანუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა პროფესორ ოთარ ჟორდანიამ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად მიზნად დაისახა შემდეგი ძირითადი ამოცანები. სასწავლო პროცესის გამართვა თანამედროვე მოთხოვნილებათა დონეზე, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, ახალი სასწავლო სამეცნიერო კადრების მომზადება თანამედროვე სპეციალობებში და მეოთხე პროფესორ მასწავლებელთა მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში არ გააჩნდა 93-14 წლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო პროფესორ მასწავლებელთა უმრავლესობა დევნილობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩნდა, მიმოფანტული ბევრი ემიგრაციაში წავიდა. მიუხედავად ამისა, პროფესორ ოთარ ჟორდანიას მიზანმიმართული სტრატეგიისა და ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად 2005 წლისათვის სასწავლებელი იქცა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ აკადემიურ ცენტრად, როგორც სამეცნიერო მაჩვენებლით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლის 25-მა თანამშრომელმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მეცნიერებაში, ხოლო 130-მა საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერებაში. ფაქტობრივად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ძლიერ და კონკურენტუნარიან აკადემიურ სივრცედ, რაც პროფესორ ოთარ ჟორდანიას დაუღალავი შრომისა და გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭის შედეგად იყო. 2011 წელს თანამოაზრებთან ერთად პროფესორ ოთარ ჟორდანიამ დაარსა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, რომლის მიზანი იყო აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებისა და საზოგადო და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერების ასევე კონსოლიდაცია. რაც ეხება ბატონ ოთარ ჟორდანიას პიროვნულ თვისებებს და რაც ეხება ბატონ ოთარ ჟორდანიას ესე იგი ღირსებას, რომელიც დაკავშირებული იყო სამეცნიერო, პედაგოგიური, ადმინისტრაციულის გარდა, ის იყო აბსოლუტურად კრისტალური ადამიანი. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში აფხაზეთის მკვიდრთა შორის ასეთი დონის მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, უმაღლეს სკოლის ორგანიზატორი, თავდადებული და კრისტალური ადამიანი აფხაზეთში არ დაბადებულა და სამწუხაროდ შეიძლება ითქვას საქართველოში ბევრი არ იყო ასეთი. მინდა გითხრათ, რომ საქართველომ პროფესორ ოთარ ჟორდანიას გარდაცვალებით დაკარგა უდიდესი პიროვნება
ჩვენ მას სიყვარულით ვეძახდით აფხაზეთის 16 აყაიშვილს, რომელიც იყო ერთადერთი რექტორი 12 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებისა, რომელიც რექტორობისას დაწყების დროს მოვიდა ერთოთახიანი ბინით და შემდეგ 12 წლის განმავლობაში და შემდგომში კიდევ მოღვაწეობისას ის სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან გავიდა სუსტად იმ ბინიდან რა ბინით მოვიდა რექტორობის. ოთარ ჟორდანიას სახელი, ოთარ ჟორდანიას მიერ გაწეული თავდადებული არამიწიერი საქართველოს სიყვარულის გამჭვალური მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მოვიდა დღემდე საქართველო. როგორ მოვიდა დღემდე საქართველო, როცა გარშემო იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც ლამობენ საქართველო გადაყლავონ ამთლიანად ან ნახევრად, შესაბამისად მეორე ნახევარი მეორე იმპერიამ და მესამე და ასე შემდეგ. აი ზუსტად ოთარ ჟორდანიასნაირი ფაქტიურად ის ცხოვრობდა როგორც ბერი და თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს. ის დაიხარჯა 200%-ით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი თუ საქართველოს უწერია მომავალი, ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ზოგადად მისი ულამაზესი კუთხის აფხაზეთის და რა თქმა უნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემატიანეში. ასევე მის მიერ დაფუძნებული აკადემია იმ სახელს, იმ მიდგომებს, რაც ბატონ ოთარმა მოიტანა და დანერგა, ყოველთვის მაღლა ატარებდეს იქნება. ნათელი ხსოვნა ამ დიდებულ პატრიოტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას პროფესორ ოთარ ჟორდანიას. თუ ვინმე მკითხავდა ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებდით ბატონ ოთარ ჟორდანიასო, დაუფიქრებლად უპასუხებდი დიდი. დიდი პიროვნება, დიდი ადამიანი, დიდი მეცნიერი, დიდი ისტორიკოსი, დიდი პედაგოგი. ამ სიტყვებში ალბათ ყველაზე მეტად ეტევა ყველაფერი ის, რაც ბატონი ოთარის სახელსა და ცხოვრებას უკავშირდება. ჩემი და ბატონ ოთარ ჟორდანიას ურთიერთობის ისტორია 3 ათეულზე მეტ წელს ითვლის. იგი იყო ჩემი საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი და როგორც მისი ბევრი მოწაფე მეც უშუალოდ შევესწარი მის პროფესიულ სიმაღლესა და ადამიანურ ღირსებებს. ყველამ, ვისაც მასთან სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონია, კარგად იცის, რამდენად მომთხოვნი და კრიტიკული იყო თავისი ასპირანტებისა და სტუდენტების მიმართ. ზოგჯერ ეს სიმკაცრედაც კი აღიქმებოდა, მაგრამ სინამდვილეში მისი მომთხოვნელობის საფუძველი იყო უმაღლესი პროფესიული სტანდარტი, რომელსაც პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ აყენებდა. იგი არასოდეს კმაყოფილდებოდა ზედაპირული ცოდნით, არასოდეს ეგუებოდა დაუდევრობას, ისტორია მისთვის მხოლოდ პროფესია არ ყოფილა. ეს იყო პასუხისგებლობა ჭეშმარიტების, ფაქტის, მეცნიერების წინაშე. პროფესიონალიზმი მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებდა, კეთდებოდა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, სიზუსტითა და კეთილსინდისიერებით. სწორედ ამიტომ სარგებლობდა ასეთი დიდი ავტორიტეტით, როგორც აკადემიურ წრეებში, ისე მის გარეთ. მაგრამ თუ მკითხავენ აი ამ ადამიანური თვისებებიდან, ყველაზე გამორჩეული ადამიანური თვისება რა იყო, ალბათ ვეტყოდი კეთილშობილება. და ეს ისეთი კეთილშობილება იყო, რომელსაც სიტყვებით სრულად ვერ აღწერ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მისი კეთილშობილება, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, დამთრგუნველიც კი იყო. ალბათ უცნაურად ღირს ეს სიტყვა,
მაგრამ სწორედ ასე იყო. იგი საკუთარი საქციელით გაიძულებდა უფრო უკეთესი ადამიანი ყოფილიყავი. ყოველდღიურ ცხოვრებას მასთან თუ გავიხსენებ, ყოველთვის გრძნობდი ამ ხასიათის თვისებას. სტუდენტი იყავი, გზას გიტმობდა, რადგან სტუმარი ხარო. რექტორი იყავი, მაინც წინ გატარებდა, რადგან მასპინძელი ხარ და რექტორი ხარო. ეს არ ყოფილა ეტიკეტის ფორმალური დაცვა, ეს იყო მისი შინაგანი კულტურა, მისი ცხოვრების წესი, მისი ადამიანობის გამოხატულება. რაც უნდა მძიმე განსაცდელი ჰქონოდა ჯანმრთელობის პროფესიული თუ პირადი, არასოდეს ცდილობდა საკუთარი ტკივილით სხვების შეწუხებას. განსაკუთრებით რთული იყო მისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული მრავალი გამოწვევა, მაგრამ არასოდეს მინახავს, რომ ვინმესთვის წყენა გადაენთხია ან საკუთარი ტკივილი სხვებისთვის დაეკისრებინა. სამწუხაროდ ცხოვრებაში ბევრმა ატკინა გული. ზოგჯერ სწორედ მათ ვისი წარმატებისა და პროფესიული წინსვლის გზაზეც თავად ჰქონდა უდიდესი შრომა გაწეული. ასეთ შემთხვევაში ტკივილი ბუნებრივია, უფრო მძიმეა, მაგრამ გასაოცარი იყო ის, რომ მისგან ვერასოდეს მოისმენდით ბოროტ სიტყვას, არავისი ამბობდა ცუდს, ყველა საქციელს ახსნას უძებნიდა, ყველასთვის გამართლებას პოულობდა. პატიების ეს უნარი მისი ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი თვისება იყო. განსაკუთრებული ადგილი მის ცხოვრებაში ეკავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. დღეს ბევრს შეიძლება არ ახსოვდეს, როგორი მძიმე იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები ყველასთვის და მათ შორის განსაკუთრებით აფხაზეთიდან დევნილი უნივერსიტეტისათვის. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ ატარებდა ბატონი ოთარი უნივერსიტეტს ერთი შენობიდან მეორეში, როგორ ცდილობდა მისი სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას, როგორ იბრძოდა იმისთვის, რომ ინსტიტუცია გადარჩენილიყო და განვითარებულიყო. მან არა მხოლოდ უხელმძღვანელა უნივერსიტეტს, ფაქტობრივად საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი შესწირა კიდეც მას. ამიტომ სრულიად სამართლიანად და ბუნებრივად მიმაჩნია ინიციატივა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოთარ ჟორდანიას სახელი მიენიჭოს. თუ ვინმეს ეკუთვნის ეს პატივი, პირველ რიგში სწორედ მას. მისი სახელი სამუდამოდ უნდა დაუკავშირდეს იმ უნივერსიტეტს, რომლის გადარჩენასა და განვითარებაში ასეთი განუზომელი წვლილი შეიტანა. საქართველოს უმაღლესი განათლების ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთი პატიოსანი რექტორი, როგორიც ოთარ ჟორდანია იყო. მან უნივერსიტეტს ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო, ხოლო თავად მისგან არაფრით უსარგებლია. ეს სიტყვები დღეს შეიძლება მაღალ შეფასებად ჟღერდეს, მაგრამ მათ, ვინც მას იცნობდა, კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ სიმართლეა. იგი უდიდესი გულშემატკივარი იყო თავისი სტუდენტებისა და მოწაფეების. საბედნიეროდ, მეც მათ შორის ვიყავი. ბატონი ოთარი ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე იდგა ჩემს გვერდით, როგორც მასწავლებელი, უფროსი მეგობარი და კეთილის მყოფელი. მინდა ერთი ძალიან პირადი ეპიზოდი გავიხსენო. გასულ წელს, როდესაც პოლიტიკური ნიშნით მე და ჩემი მეუღლე სამსახური უნივერსიტეტიდან გაგვანთავისუფლეს და სხვათა შორის იმ ადამიანმა, რომლის წინსვლაშიც ბატონ ოთარს მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა ნათქვამი და ეს მან ძალიან კარგად იცოდა, ბატონო ოთარმა დამირეკა და მითხრა, რაღაც პატარა დანაზოგი მაქვს და წაიღე, მე აღარ მჭირდებაო. ეს არ იყო მხოლოდ დახმარების შეთავაზება. ეს იყო ადამიანის სულიერი სიმაღლის გამოვლინება. ადამიანი, რომელიც თავადაც მრავალი სირთულის წინაშე იდგა, პირველ რიგში სხვაზე ფიქრობდა. ასეთი იყო ოთარ ჟორდანია. დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ჩვენი ქართველი მწერლებისა და ისტორიკოსების ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემას. თითოეულ ტომს ყურადღებით კითხულობდა, განიხილავდა, რჩევებს გვაძლევდა.
განსაკუთრებით ახარებდა ქართველ მეცნიერ ისტორიკოსთა წერილების გამოქვეყნება. მახსოვს, ხშირად ამბობდა, ეს ქართული ისტორიოგრაფიის ახალი ეტაპიაო. მისთვის მეცნიერება მხოლოდ წარსულის შესწავლა არ იყო. იგი მუდმივად ფიქრობდა ქართული ისტორიული აზრის მომავალზე. დღეს, როდესაც ოთარ ჟორდანიას ვიხსენებთ არა მხოლოდ გამოჩენილ ისტორიკოსს ან წარმატებულ რექტორს. ვიხსენებთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ღირსებით განვლო. ადამიანს, რომლისთვისაც პატიოსნება არ ყოფილა დეკლარაცია, კეთილშობილება პოზა და პროფესიონალიზმი კარიერული ინსტრუმენტი. ამიტომაც, როდესაც მის სახელს ვახსენებთ, უპირველესად ერთი სიტყვა გვახსენდება, დიდი. და ეს სიტყვა მის შემთხვევაში არც გადაჭარბებაა და არც ხოტბა. ეს უბრალოდ სიმართლეა. საოცარი პასუხები იყო თქვენგანაც, როცა თქვენ დაგიკავშირდით, რომ ანუ ბატონო გიორგიმ საერთოდ გამოუცა ის ანგელოზი იყო. ეს ვამბობი, სეციდან ჩამოდი მე ხშირად. დაიშვი მიწაზე მე სეციდან ჩამოდი დაიშვი. ბატონო რა არის სათქმელი ახალგაზრდებს დღეს და რას ეტყოდით, რა დატოვა? როგორ ასეთი საგანძურია მთლიანად მისი დანატოვარი, თუმცა მაინც აი კონკრეტულად ორივესთვის მინდა ეს თქვა დაგისვათ, რომ რა არის მისი აი მომავალი თაობის სათქმელი, რა დაუტოვა სათქმელად და რას ეტყოდით მომავალ თაობას? მომავალ თაობას დაუტოვა ის, რომ უნდა მახსოვდეთ აფხაზეთი, რომ საქართველოს გულია შეიძლება ითქვას, რომ მისთვის უნდა იბრძოლონ და ბრძოლაში არ იგულისხმება ხმლით და ზარბაზნით ბრძოლა, არამედ გონებით, ინტელექტით, წოდებით. აი ეს უნივერსიტეტი აქ მარტო იმიტომ კი არ ამუშავა, რომ ეს საშინლად დათრგუნული პროფესორა და ეს საქმებინა, რომელთაც უკმაყოფილი არ გააჩნდათ, ხო? არამედ იმისთვის, რომ მომავალში კადრი გაეზარდა, იქ დასაბრუნებლად ეს ფუნქცია. აი ეს ფუნქცია გამონიაზე და დღეს უნდა მისი განადგურება, ნუ არ ვიცი. ესე იგი, იქ აფხაზეთთან დაკავშირებით მინდა რომ თქვა, რომ 92-93 წლებში სერიოზულად იდგა, 93 წელს უფრო სერიოზულად იდგა. აი გახლეჩილი 1999 წელს გახლეჩილი უნივერსიტეტის სოფლის ფილიალისა და ის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხი. და ეს ინიციატივა ძალიან სერიოზულად დაისვა და მithვი რა, ჩემგან წავიდა ყველაფერი ეს ინიციატივა აბსოლუტურად და ვინ უნდა გახდეს რექტორი, გაერთიანებული უნივერსიტეტის რექტორი. ერთი-ორი აფხაზზე მქონდა გათვლა, იმიტომ რომ ჩვენ ომიკია, სოხუმი ჩვენია, მაგრამ ჩვენ აფხაზები უნდა 92 წელია. 93 წლის ბოლოს. და ესე იგი ომია და შევხვდით აქ ოთარ შევხვდით, წარყვანი თამაზ ნანდრეიშვილის გავაცანი აკადემიაში, იმაში იმელი შენობაში გაყოფილი იმის ხელმძღვანელი კომიტეტის ხელმძღვანელი და წავიდა ეს პროცესი. რომ მეორე სემესტრიდან ომია, მეორე სემესტრიდან სოფლში ვიწყებთ მუშაობას. ერთ-ორ აფხაზზე ვფიქრობდი, ლორიკ მარშანიაზე და ხაზარ ათალღუნზე იყვნენ ასეთები, მაგრამ ხო, ეს ლორიკი თავის სამჯერადის ადგილად განიშნეს და ამიტომ გამოირიცხა, ის მეორე ქართული არ იცოდა და ამიტომ გამოირიცხა და ვინ ქართველებიდან ვინ? მხოლოდ ოთარ ჟორდანია. რატო? იმიტომ რომ ოთარ ჟორდანია არის ის კაცი, რომელთანაც აფხაზი მოვა. და როდესაც ერთჯერ ვილაპარაკეთ ამაზე, კაცო, რატო შენ თვითონ იქ ახალ, რატო შენ არა, უკვე დოქტორი ვარ. ხო და შენ თვითონ იქ, რატო კაცო, ოთარ ხო იცი, ბატონო ოთარ ხო იცი, ჩემთან აფხაზი არ მოვა. და შენთან მოვა აფხაზი, გამიგეთ? და იქიდანაც მზად იყვნენ, აი ოთართან მუშაობ. აი ბატონო ზურაბ, აი რასაც თქვენ ბრძანებთ, ეხლა მინდა დავამატო ეს. აი დღეს უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა უნდა იყოს აფხაზეთელი.
აუცილებლად. შემთხვევით არ იყო თქვენ, როდესაც აქცენებდით, რომ ბატონი ოთარი უნდა ყოფილიყო მაშინ რექტორი. იგივეს ვამბობ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ და აბსოლუტურად ყველა წყებაში და განსაკუთრებით შევარდნაძესთან მქონდა უშუალოდ საუბარი 92 შევარდნაძესთან მქონდა საუბარი შევდარით სიგუასთან. სამი კაცი მეოთხე ჩვენი სტუდენტი ესწრებოდა ამ საუბარს და ვეუბნები ბატონო მაშინ ფილიალის დირექტორობაზე იყო საუბარი ჯერ კიდევ ჯერ არ იყო გაერთიანებაზე და ბატონო ედუარდ გამოგვიგზავნეთ როგორ მე გამოგვიგზავნეთ სიგუა ახვა აუცილებლად ასვიარეს და ედუარდმა რაღაცნაირად შეიშვა არ ვიცი ვიღაცა მუშაობდა მაგრამ კი მაგრამ ივარგებსო რაც თქვენ გამომშვით და იქ და ყველა ესე ვიქნები მე ძალიან მე ზუსტად გააკეთეს და დღეს აი ვამბობ ძალიან ხასპარისში დღესაც ჭირდება გაუგებრობები იყო მაგრამ მაინც ვიყავით თანამედროვე რასაკვირველია ეხლა ოჯახის წევრებშიც ზუსტად მას განწყობა მაქვს როგორ ოჯახში ყველაფერია ზაზროვნია და წარმოდა და ქალები მაგრამ იცით აი დღეს ისე უნდა აღდეს ხელმძღვანელობა აფხაზეთელი იცით რატომ განა ის სხვა წარმომადგენელი უნივერსიტეტ თავისი კუთხის ხალხის გასაჭირი მათი ფსიქიკა ეს ყველაფერი და აი ბატონი ოთარის შემდეგ ის არ მოხდა უნივერსიტეტში კილოები არის იცით კაპიტანი და არა იმიტომ რომ ახლა მე არავით არის არ მაქვს სედიმეტე ისა ვიზიანება დროანდელი რექტორის მიმართ და იმიტომ მე ვთვლი რომ ის ასრულებს დავალებას და უბრალოდ როდესაც ამხელა ინტელიგენცია აფხაზეთიდან ჩვენ ასეთი ხალხის ლიდერები გვყავს ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტში ყავს მინიმუმ საქართველოს მასშტაბით დარგის ერთ-ერთი ლიდერები, თქვა არა ლიდერები, ერთ-ერთი ლიდერები, წამყვანი ფიგურები. კი ბატონო, გაიგავნიშნე მე სწორად. აფხაზეთის მკვიდრი ხალხი, ხო? აი წინა რექტორი ჩვენი. კარგი, ის დაბადებული ზუგდიდშია, გაზრდილი ზუგდიდშია, მაგრამ ის გახდა აფხაზეთის უნივერსიტეტის ოჯახის წევრი ფაქტობრივად დიპლომით რომ მოვიდა იმის მერჯონი აფხაზეთს. ხო? რექტორი იყო ორი ვადა, ხო? და ცოტა მეტი, ხო? ის ბერლინში დღეს წამყვან დაწესებულებაში მუშაობს და წამყვანი პროფესორია ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გამიგე და სხვებიც ვინც იყვნენ აქ ოთარ ჟორდანია ხო ახსენდა ოთარ ჟორდანია რა მაშინ არ შეიძლება არა აფხაზეთელი ყოფილიყო საგანგებოდ შევარჩინე აი ეს მომენტია ახლა და ამას ეხლაც ისე უნდა იყოს ყოველთვის განიცდიდა მას ყველა რექტორი ოთარის შემდეგ იყო აფხაზეთთან მეტნაკლებად დაკავშირებული არ კუთხით ხო და თან რა არის იცით შენ ივანე ჯავახიშვილი მოყავდეს თავშად ხო მივიღეთ ახლა რასა ეს სხვა საკითხია მე თვითონაც ვიტყვი რომ ამისთანა კაც თუ დაგვინიშნავენ ვიტყვი რა კი ბატონო ჩვენ მივესალმებით იმის კი არა რომ რაღაცა ჩვენ უკადრესობ და რაღაცა მაგრამ როგორ ესე იგი ჩვენ არაფერი არ ვართ ჩვენ ისე რაღაც ჩვენ ვიღაცამ უნდა გვიპატრონოს ესე იგი რუსებს უნდათ გახსოვთ ამდენათას გამოჩენილ ახლა ეს არ არის რა აქ რამდენი დარგი ხო გეუბნებით მათემატიკა გინდათ სხვა დარგები ქართოლოგია გოგოები ყავს ესე იგი ახლა ქართულ ფილოლოგიაში მე გოგოებს ვეცაყი რასაკიდან გამომდინარე აუ რას ამბობ და აი აღნიშნე კიდეც რომ ყველა დარგშია და 15 კაცი მაინც ყავს ვინც ესე იგი თავისუფლად გაუძღვება აფხაზეთის მკვიდრი თავისუფლად იქვე უნივერსიტეტს გარედაც ბევრი ყავს უნივერსიტეტს გარედაც მით უფრო ეხლა უნივერსიტეტებს მძიმე პერიოდი უწევდათ ხო ყველა უნივერსიტეტს ამ სისტემამ რომელიც არის უკვე დაიწყო უნივერსიტეტების შეჭმა უნივერსიტეტის აფხაზეთის სოხუმის უნივერსიტეტის აი ასე შემწროვება 23 პროგრამიდან 10 პროგრამა დარჩენილი თანაც როგორ ის გადაარქვეს სახელი გამიგეთ გადაარქვეს სახელი ცოტა იმასნეს პროგრამების ისა საჭირო ცოტა და 10-ში გამოაცხადეს მარტო
ეს არის სერიოზული პოლიტიკური დაშავულია. იმიტომ რომ ის დაგვირა ერთი ფაკულტეტია ჩვენი გადაცემაც დასასრულს ახლა ხოდნო კეთევან და ნუ რას ეტყოდით თაობას ოთარი და ბატონი ოთარი დააკლდა საზოგადოებას დააკლდა მოსწავლეებს, სტუდენტებს, მის მეგობრებს თქვენ თითოეულ ჩვენთანაც და სათქმელი ბოლო სათქმელი იმისი და გაგრძელება იმისა როგორ უნდა გაგრძელდეს მე პირადად ვეტყოდი ახალგაზრდებს მისი მოღვაწეობა მათ ყოველთვის ახსოვდეთ ღირსეული თავიანთი წინაპრები რომლებმაც სერიოზული კვალი დატოვეს თავიანთი ქვეყნის ისტორიაში მეცნიერებაში მეცნიერების ნებისმიერ დარგში სანამ თაობას ემახსოვრება და პატივს მიაგებს მის ღირსეულ წინაპრებს მანამდე საქართველოს ყოველთვის იდგება ფეხზე და ყველანაირ გაჭირვებას გაუძლებს იყვნენ ღირსეული დააგროვონ ბევრი ცოდნა და აი ამ ცოდნით დაბრუნდნენ დარწმუნებულები იყვნენ რომ თავიანთ სამშობლოს პატარა სამშობლოს ვამბობ სადაც დაიბადნენ და საიდანაც მშობლიური კუთხე ფესვები მოდის იქ ღირსეულად დაბრუნდნენ და უფროს თაობას ცოცხალია და ღმერთმა კარგად ამყოფოს დიდხან სიცოცხლეს უსურვებ ბევრ ღვაწლის დაგროვებას უსურვებ რომ მომავალ თაობას ძილი გაუმაგრონ იყვნენ ისეთები როგორიც დღეს შემორჩენილი უფროსი თაობა და როგორიც ბატონი ოთარი იყო აი ამას ვეტყოდი და ვისურვებდი მთელი გულით ესეა მაგალითად ბატონო ზურაბი მემკვიდრეობა რა მემკვიდრეობა დაუტოვა ბატონმა ოთარმა აფხაზეთის და არა მარტო აფხაზეთის თაობა ერთი სიტყვით ის მის მთელი მისი ცხოვრება ეს არის თავგანწირვა მეგე თავგანწირვა მას ოჯახი არ ყავდა სულ ამბობდი კაცი ათენებს და აღამებს უნივერსიტეტში იყო ეს მისთვის ეს საკუთარ ოჯახზე მეტი იყო და რა არის იცით აი ეს თავდადება არის მართლაც დასაფასებელი და ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენი მომავალი როგორ გამიმახსოვრებს გამიგეთ როგორ გამიმახსოვრებს ყველანაირად უნდა ვეცადოთ აი მივიტანოთ ახალგაზრდობამდე ყველას ღვაწლი აი მე სულ ვამბობ ამას ყველას ღვაწლი უნდა მივიტანოთ ახალგაზრდობამდე და განსაკუთრებით ჩვენ სიტუაციაში როცა ეს დევნილი საზოგადოება უნდა დაიწყოს აფხაზეთი, ვახსოვდეს აფხაზეთი, ახლა უკვე აღარ იცის ვახსოვდეს აფხაზეთი. არა ის ამ რეფორმის დროს საერთოდ არ ახსოვდათ. სოხუმის უნივერსიტეტი თბილისში იყო. საერთოდ არ ახსოვდათ, გაოცებული ვარ, გავაგინებული. არა ეს სისტემა თუ არ დამთავრდა, ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმე. ეს ყველაზე მეტად სკიოდა ბატონოთას. ყველასთან ამას არ ვამბობ, ალბათ ამანაც დააჩქარა. ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ თავის ჩანაწერებში ძალიან ახლო ადამიანებთან ყოველთვის ამბობდა ამას. მე ვხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლის ხელისუფლებას და სახელმწიფოს შეუძლია რომ გამოიყენოს მათი ცოდნა და ამას არ აკეთებენ. ეს არ არის ქვეყნის სიყვარულიო. აი ეს იყო, აი სულ გარდაცვალებიდან მაქსიმუმ ერთი თვით ადრე მისი სიტყვები ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ აი ამ შეხვედრის მოწყობისთვის ეს უკვე ჩანს რომ თქვენ აფასებთ თქვენი წინაპრის ღვაწლს და რა ვიცი იმედი მაქვს რომ არ დამთავრდება ამ შეხვედრით ბატონ ოთარზე და ყველა ღირსეულ ქართველზე და აფხაზეთელზე საუბარი. ამ ხელისუფლებას სულ თავში ყოდალასადით უნდა უკაყულო და ხშირად უთხრა აფხაზეთის ამაჩაბლო აფხაზეთი და აი საქმელად ამობენ რომ ბიჯები გადასადგამია სხვათა შორის ყველაზე მეც ვამბობდი ჩვენ უნდა გითხრათ რა ედვარდ ჩერნოძის დროს სააკაშვილის დროს ბევრი რამ გაკეთდა კი ბატონო მე არ ვამბობ მაგრამ მაინც არ იცოდნენ აფხაზეთი აი გეუბნებით მე მაინც არ იცოდნენ
არც არაფერს აკეთებენ და არც არაფერს ხელმძღვანელს და აუცილებლად მიხეილ სააკაშვილმა მეორე შენობა უზურპრუქტით მოქცა ჩვენ. ესე ფაქტობრივად სარგებლობაში მოქცა. და ესენი გვაუქმებენ რა ძალიან სამწუხაროა და სწორედ აქ ბატონო თარის გახსენებასთან ერთად სწორედ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მეც მინდა როგორც ვიგითმა სოხუმელმა როგორც გადაცემის წამყვანმა მეც დევნილი ვარ ძალიან საინტერესოა ეს შინაარსი გითხარით კიდეც იმიტომ რომ სანამ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია მეც თქვენ და თითოეული ქართველი დევნილად უნდა მოვისაზრებოდეთ იმიტომ რომ ჩვენ მარტო ჩვენ არ დავკარგეთ აფხაზეთის და სამიჯობოს ხალხს მე არა აფხაზეთელი მაგრამ მე სამიჯობოს გავაერთიანე ეკა რას თქვენ ბრძანეთ აი ეს მითხრა მე მარნეულში აზერბაიჯანელმა რაიონის იმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აზერბაიჯანელმა თანხმობა მითხრა რომ სანამ ეს ჩვენი ერთიანობა არ აღდგენილა საქართველოს ერთიანობა ჩვენ ყველა დევნილი ვართ აი აზერბაიჯანი მე მინდა ისო ბატონ ოთარზე თქვა ყველაზე მნიშვნელოვანია როცა ადამიანი არ არის და ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. აი ძალიან აქტიური იყო. აი სიცოცხლე მოდი ბოლო დღეებში მეუბნებოდა რომ აი რამენაირად უნდა დავდგე ფეხსეო რომ აკადემიამ რო გააკეთა 1700 წლისთან დაკავშირებით ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე იქ კონფერენციაზე მინდა რომ ვიყო და გეგმები ჰქონდა საისტორიო საზოგადოებაზე. გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ბატონ ოთარ ჟორდანის ხსოვნად არჩევა ადამიანებს რომლებიც მას იცნობდნენ, უსმენდნენ და მისგან სწავლობდნენ. მადლობა თქვენ, ჩემო სტუმრებო, გადაცემაში მობრძანებისთვის, ამდენი საინტერესო ამბის მოყოლისთვის მაყურებელს შევახსენებ. ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ ზურაბ პაპასკირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ქალბატონი ქეთევან პავლიაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მე ეკატერინე გაბელაია უძღვებოდი გადაცემას მეც დევნილი ვარ. მე ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.